ლელოს ლიდერის ქონებრივი დეკლარაციით ანტიკორუფციული ბიურო ინტერესდება. მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახური გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებას სწავლობს, ლაჟდენ კუპრაშვილის უწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაციით ინტერესდება. ამ შემთხვევაში მოკლევისაგან წარმოადგენს, რამდენად კეთილსინდისერად არის შევსებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია და ხომ არ იკვეთება პოლიტიკური კორუფციის რისკები. ანტიკორუფციულმა ბიურომ მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ყავლაშვილის 14 ნომერში არსებული საცხოვრებელი ფართი, რომელშიც ამჟამად გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცხოვრობს. შემოსავლების სამსახურსა და ანტიკორუფციულ ბიუროში დაწყებულ მოკვლევას ხაზარაძის გუნდი მათი ლიდერისა და გერმანიის ელჩის პოლიტიკურ დევნად აცხადებს. მმართველ გუნდში კი ელჩსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის სავარაუდო პოლიტიკურ გარიგებაზე მიანიშნებენ. საქართველოში გერმანიის ელჩისთვის ოპოზიციური პარტია ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ოჯახის მხრიდან უძრავი ქონების მიქირავებით გამოწვეული პოლიტიკური სკანდალი სამართლებრივ ჭრილში გადაიზარდა. ხაზარაძის როგორც ყოფილი პარლამენტარის ქონებრივ დეკლარაციას ახლა ანტიკორუფციული ბიურო სწავლობს. მონიტორინგის მიზანია დაადგინოს, რატომ არაა ასახული აღნიშნული ქონება მის დეკლარაციაში. საუბარია ყავლაშვილის 14 ნომერში მდებარე 750 კვადრატულ ფართზე, რომელიც ხაზარაძის მეუღლის ირინე ხაზარაძის სახელზეა და რომლის მოიჯარე ხელშეკრულების მიხედვით 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. ის რომ გაქირავების შემდეგ ხაზარაძეების ოჯახი საშემოსავლოს არ იხდიდა, საპატიმროდან თავადვე აღიარა ყოფილმა დეპუტატმა და თქვა, რომ ეს გაუგებრობა ერთი კვირის წინ აღმოაჩინა და ვალდებულებაც დაფარა. ანტიკორუფციული ბიურო კი ოფიციალურ განცხადებაში მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება დეკლარაციაში ყველაფერი სრულად ასახოს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება. საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებითი ინფორმაციას მონიტორინგის შედეგების შესახებ. რაც შეეხება იმას, რაოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული გერმანიის ელჩისთვის მიქირავებული ქონებიდან ხაზარაძის ოჯახს და როგორი უნდა იყოს რიცხვებში საბიუჯეტო ანგარიშწორება, საკითხს შემოსავლების სამსახური სწავლობს. ამავე სამსახურმა სიცრუე უწოდა ხაზარაძის განცხადებას, რომ დავალიანება მან აღმოაჩინა. საკითხზე მოკვლევის დაწყებას ყოფილი დეპუტატის თანაგუნდელები ერთი მხრივ პარტია ლელოს, მეორე მხრივ კი გერმანიის ელჩის დევნად აფასებენ. სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა კობახიძე მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი. გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის ქართული ოცნება, რომელზეც სწორედ 2025 წლის 1 ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ ის უნდა გააძევონ გერმანიის ელჩი, უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება ქართული ოცნების პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს, თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასალურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დამალულმა სტატისტიკამ საზოგადოებაში შეკითხვები გააჩინა ერთი მხრივ პოლიტიკური კორუფციის შესაძლო არსებობაზე, მეორე მხრივ კი ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ საიჯარო ხელშეკრულების მიღმა რეალურად ხაზარაძე ფიშერს შორის პოლიტიკური გარიგება არსებობდეს. ამის თქმის საფუძველს მმართველ გუნდს გერმანიის ელჩის მხრიდან ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აძლევს. ოპონენტ ხაზარაძეს კი გამოუსწორებელ თაღლითად მოიხსენიებენ. თაღლითი არის ყველგან თაღლითი. გადასახადების დამალვა ხდებოდა სახელმწიფოსთვის. იმ პირის მიერ, რომელიც გადასახადების გადახდის, პროცენტების და ძირითანხის გადახდა-გადაუხდელობის, ჯარიმების გადახდა-გადაუხდელობის საკითხში, რასაც ებისი ბანკი მუდმივად აკეთებდა და არავის არ პატიობდა, უნდა იყოს და არის კიდე ძალიან განსწავლული. საერთოდ ხა რაღაცა ანაქრონიზმია, ხო? როგორც წარმოგიდგენიათ, ასეთი ამხელა ევროკავშირის წევრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, რომელიც საქართველოში წინა საარჩევნოდ იმას აქვია, ქირაობს ფარც ერთ-ერთი ოპოზიციის
წარმომადგენლისგან, მისი ლიდერისგან არც გადასახადებს არ ეხდიან და მე დგას და დაყვება ქვეყნის მასშტაბით რაღაც გარკვეულ აქციებს. იყო თუ არა საიჯარო ხელშეკრულებისა და ქონების დამალვა მიზანმიმართული, ან უკავშირდება თუ არა ის შემოსავლის დაფარვის მცდელობას. პასუხების გაცემას ანტიკორუფციული ბიურო შეეცდება. ბიურო, რომლის მოვალეობაა მათ შორის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, ახლა კი როგორც თავად აცხადებენ, სწავლობენ ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულობებთან დაკავშირებულ გარემოებებსაც.